ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ცოდვათა მიტევების შესახებ. ამ თემას ეხება სახარება, რომელიც იკითხება სულთმოფენობიდან მე-6 შვიდეულის კვირა დღეს. ეს არის მათეს სახარება, მე-9 თავის პირველიდან მერვე მუხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარების. და შევიდა იესო ნავსა და წიახდა და მოვიდა თვისად ქალაქად. მაშინ მოართვეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესო სარწმუნოება მათი და რქუა განრღვეულსა მას. ნუ გეშინინ შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი. და აჰესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქვეს გულთა შინა მათთა. ვითარმეთ ესე გმობს. იცოდნა იესო ზრახვანი მათნი და რქუა მათ. რაისა თქვენ ბოროტსა ზრახავთ გულთა შინა თქვენთა. რაი უადვილეს არს სიტყვად. მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი. ანუ სიტყვად აღდეგ და ვიდოდე. ხოლო რაითა უწყოდით, რამე თუ ხელმწიფება აქვს ზესა კაცისასა ქვეყანასა ზედა მიტევება ცოდვათა, მაშინ რქუა განრღვეულსა მას. აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვეთ სახეთ შენ. და იგი მეხსეულად აღდგა და წარვიდა სახეთ თვისა. იხილა რაი ესე, ερμანმა დაუკვირდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესე ვითარი ხელმწიფება გაცდა. ამბავი განრღვეულის განკურნების შესახებ მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც იესო ქრისტე მიუტევებს ცოდვებს. მასთან მოსულს სნეულს, რომელიც ითხოვს მისგან ფიზიკური სნეულებისაგან განკურნებას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა არის ამის საფუძველი, რატომ იგი მიუტევებს ცოდვებს და ცოდვათა მიტევება ეს არის ფაქტიურად ამისთვის მოვიდა მაცხოვარი, რომ ცოდვები მოეტევებინა კაცთა მოდგმისათვის და გაენთავისუფლებინა, მიეცა აი სწორედ ის მადლი მიტევებისა, რომლითაც კაცთა მოდგმა განთავისუფლებოდა ცოდვებისაგან და არსად იგი მასთან მოსულ სნეულებს არ ეუბნება ამას. აი კითხვა იბადება, რატომ შეიძლებოდა მას ეს ეთქვა. პასუხი არის ერთადერთი. ცოდვათა მიტევება მიენიჭება მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელსაც აქვს სინანული. და ესეთი ძალიან ძლიერი სინანული. როგორც ჩანს, ეს სნეულება მისი იყო მძიმე, იგი იყო განრღვეული, ანუ თანამედროვე ენაზე დამბლა დაცემული და ამ დამბლა დაცემულობის ან განრღვეულობის ყველაზე მძიმე ფორმა მას მოძრაობა არ შეეძლო და იგი საკაცით მოიყვანეს მეგობრებმა. მაცხოვარი პირველესად ესე იგი აღნიშნავს მათ, ესე იგი იხილა რა სარწმუნოება წერია, ესე იგი ხედავს ამ დიდ რწმენას. რწმენა რასაკვირველია იმაში გამოიხატება, რომ ეს 4 ადამიანმა საკაცით მოიყვანა ახლობელი და ლუკასა და მარკოს მახარებლებთან წერია, რომ იმდენად დიდი იყო სიმრავლე ერისა, რომ სადაც სახლში, სადაც იმყოფებოდა იესო ქრისტე, არათუ სახლში ეზოში შესვლაც კი შეუძლებელი იყო.
შესაბამისად მათ საოცრება ჩაიდინეს, სახურავი ახადეს სახლს და იმ ოთახში, სადაც იესო ქრისტე იყო, ჩაუშვეს საკაცით განღვეული. ეს რასაკვირველია დიდი სარწმუნოება იყო, მაგრამ შეიძლება ამ დიდი სარწმუნოების გამო სწორედაც შეექო ეს სარწმუნოება და ამავე დროს განეკურნა იგი, მაგრამ უეცრად იგი ეუბნება ასეთ სიტყვებს: შვილო, მიგეტევენ ცოდვანი შენი. თვითონ სიტყვა შვილოც ასეთი ხშირად არ იხმარება. და აქ არის განსაკუთრებული განცდა იმისა, რომ ეს არის ღვთის ერთგული ადამიანი, ღვთის დიდი სარწმუნოების მქონე ადამიანი და რაც მთავარია, იგი განიცდის იმას, რომ მისი სნეულება არის მისი ცოდვების შედეგი და აქვს ძალიან ძლიერი განცდა ცოდვისა. და სავარაუდოა, რომ მას კიდევ უფრო მეტად აწუხებს თავისი ცოდვა, აი სულიერი სნეულება, ვიდრე ხორციელი. მიუხედავად იმისა, რომ ხორციელი სნეულება არის უმძიმესი, აი არის რაღაც ასეთი სინანულის ხარისხი დიდი, როდესაც ადამიანს შეიძლება სულიერი ასეთი სნეულება უფრო მეტად სტანჯავდეს, ვიდრე ხორციელი. და აი ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ასეთი დიდი სინანულის გარეშე ეს ასე მაცხოვარი ისე არ უთხოვია მისთვის არავის ცოდვათა მიტევება და აი ის გამიუტევებს ცოდვებს. ასე რომ აი ამ სახარებისეულ ამბავში გაცხადებულია ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება ცოდვათა მიტევების შესახებ. პირველი ის, რომ მაცხოვარი მოვიდა იმისთვის, რომ ესე იგი ერი კაცობრიობა გაენთავისუფლებინა ცოდვებისაგან. და ცოდვა არის ის, რაც იწვევს ადამიანის როგორც სულიერს, ასევე ფიზიკურ სნეულებებს და რასაკვირველია საბოლოოდ სიკვდილს. და ფიზიკური სნეულებისგან განკურნება რასაკვირველია დიდი ნუგეშია, მაგრამ თუ ადამიანი სულიერად არ განიკურნა, მაცხოვარი ეუბნება კიდევაც ერთ-ერთ განკურნებულს, რომ ნუღარ შესწოდა, რომ უარესი არ დაგემართოს. ანუ შეიძლება ადამიანი განკურნოს უფალმა, მაგრამ თუ ის ცოდვისგან ვერ განთავისუფლდება, მაშინ ეს კურნება არის დროებითი. ამიტომ თავარი რასაც ჩვენ ეკლესია გვასწავლის და კიდევ ერთხელ ეს სახარებისეული ამბავი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ადამიანისთვის, როცა ის ფიზიკურ ასე ვთქვათ, სნეულებისგან განთავისუფლებაზე ზრუნავს და ითხოვს ღმერთისგან და გარკვეულად ეძებს საშუალებებს, ასევე მიწიერს, რომ განთავისუფლდეს, ამ დროს ადამიანმა უნდა დაინახოს მიზეზი ამ სნეულებისა, რომ არის მისი ცოდვები. და რასაკვირველია, უნდა ეძებდეს ფიზიკურ კურნებას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა ეძებდეს სულიერ კურნებას. ანუ მან უნდა აღიაროს, რომ მისი სნეულება, მისი განსაცდელები, არა მარტო ფიზიკური სნეულება, მის ცხოვრებაში განვითარებული რაღაცა სამწუხარო მოვლენები არის შედეგი ცოდვების გამრავლებისა. რასაკვირველია, არსებობს ესეთი გამონაკლისები, როდესაც მაღალი სულიერების ადამიანებსაც ეგზავნებათ განსაცდელი, მაგალითად ეს ბიბლიური იობის ამბავი შეიძლება გავიხსენოთ და იყვნენ დიდი ღმერთშემოსილი მამები, რომლებიც თავად სასწაულთმოქმედები იყვნენ, მაგრამ რაღაცა მძიმე სნეულებით დაავადდებოდნენ და აი ეს არის გამონაკლისები, იშვიათი გამონაკლისები, როდესაც უფალი დიდი სულიერების მქონე ადამიანებს განსაცდელს უგზავნის, მათი კიდევ უფრო მეტი ჯვარცმის, ასე ვთქვათ, ხარისხის ასამაღლებლად, რამე თუ რაც უფრო დიდია ჯვარცმა, მით უფრო დიდია
უფალთან დაახლოება, აღდგომა სულიერი და სულიერი სიმდიდრის ასეთი მოხვეჭა. და შესაბამისად ძირითადად მაინც ყველა რიგითი მართლმადიდებლის იქნება ეს სასულიერო თუ საერო პირი, ესე იგი მიზეზები, განსასწრებების, სასნეულების არის ცოდვები. და ჩვენ რასაკვირველია, პირველია ის განსასწრება, სნეულება უნდა გაგვახსენოს, რომ ეს არის ჩვენში არსებული ცოდვების შედეგი და ვითხოვოთ პირველ რიგში უნდა ცოდვათა მიტევება. და როგორც ჩანს, ეს განღვეული შინაგანად შეიძლება პირდაპირ ასეთ გაცნობიერებულიც არ ქონდა, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ ეს ცოდვათა მიტევება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკლესია დაფუძნდა, მაგრამ მას ჰქონდა დიდი სინანული, მას აწუხებდა ეს ცოდვები და აი ამ ცოდვების ღრმა სინანულით წარსდგა უფლის წინაშე და მიიღო ეს ცოდვათა მიტევება. ფაქტიურად ეს შეიძლება ესე ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნათლობა, იმიტომ რომ ნათლობა სხვა არაფერია თუ არა და სული სახლიდან დაბადება, სული თავისუფლდება, ცოდვებისგან მეტი არაფერი არ არის ნათლობა. ადამიანი სული ხდება უცოდველი. და ამიტომ აი კიდევ ერთხელ ცოდვათა მიტევების სურვილი ყოველთვის უნდა გქონდეს, მაგრამ განსაკუთრებით განსასწრების ჟამს უნდა გავაძლიეროთ სინანული. და რა არის ცოდვათა მიტევების პირობა? აი ამ განღვეულის შემთხვევაში ძლიერი სინანული, ღრმა სინანული. და აი ამ ადამიანს ეს სინანული ჰქონდა. და ეს აქედან ჩვენთვის სწავლება ეს ამ სახარების და აი ამ განღვეულის განკურნების ამბავი სწორედ ამას გვეუბნება, რომ თუ ჩვენ გსურს, რომ სულიერად ესე განთავისუფლდეთ, როგორც სულიერი, როგორც ესე ვთქვათ, ცხოვრებისეული განსასწრების სიმძიმისაგან, სიმწარისაგან, ასევე სნეულების სიმწარისაგან, ჩვენ უნდა პირველად ვეძიებდეთ ცოდვათაგან განთავისუფლებას, რაც ხდება მხოლოდ უფლის მიერ ცოდვის მიტევებით და ეს ხდება ეკლესიაში, როდესაც უფალი მოგვიტევებს, ოღონდ ამას ამ მოტევებას ჩვენ რომ უფალი მოგვიტევებს, გვიდასტურებს უფლის მიერ დადგენილი ღვთისმსახური, მღვდელმსახური, მღვდელი და ის გვიკითხავს შენდობის ლოცვას. მაგრამ რა არის აი ამ შენდობის ლოცვის საკითხამდე აუცილებელი პირობა, რომ ამ ლოცვამ ჩვენ ნამდვილად ჩვენთან გაგვანთავისუფლოს. აუცილებელი პირობა არის ღრმა სინანული და აი სახარებაში არის ასეთი სიტყვები, სარწმუნოებისაებ თქვენისა მოგეგოს თქვენ. ეს შეიძლება იგივე ითქვას სინანულზე. სინანულისაებ ჩვენისა მოგვეგება ჩვენ. აი ხშირად ჩვენ ვინანიებთ, ვამბობთ აღსარებას, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს განცდა თვის და ცოდვათა ყოველთვის ერთნაირი. არის წუთები, წამები შეიძლება ჩვენს როდესაც ძალიან ძლიერია ეს ცოდვათა განცდა და მაშინ ძლიერია მიტევებაც, სრულია მიტევებაც. და არის როდესაც ეს განცდა არ არის ძლიერი. და სამწუხაროდ უფრო ხშირად ასია. ამიტომაც მთელი დიდი მარხვის განმავლობაში რეფრენად მიყვება ეფრემასურის ლოცვა, სადაც მთავარი სიტყვებია ჰეუფალო და მეუფეო მომანიჭე მე განცდა თვის და ცოდვათა. ამიტომ აი ეს სახარება გვეუბნება, რომ ცოდვათა მიტევება არის ადამიანის განთავისუფლება წუთისოფლის ჭირისაგან. და ცოდვათა მიტევება მოგვენიჭება მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი სინანულის შედეგად და ხარისხი მიტევებისა დამოკიდებულია ჩვენ სინანულზე. ჩვენ სინანულზე რა. ძალისაებ ჩვენი სინანული უნდა იყოს სრულყოფილი, მთელი არსებით, რაც ჩვენ შეგვიძლია, ყველა სხვადასხვანაირად შეუძლია, მაგრამ ყველას რაღაც თავის ზღვარი გვაქვს აი ამ შესაძლებლობების და აი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ თქვათ სინანულისას. აი ეს არის მთავარი, მე ვიტყოდი, გაკვეთილი, რომელსაც ეს სახარება გვაძლევს, ასევე რასაკვირველია, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იმის შესახებ, რომ მისი ეს სიტყვები ჩათვალეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, რომელიც მუდამ ცდილობდნენ, რომ
დასწრებოდნენ იესო ქრისტეს ხალხთან შეხვედრას, მის გადაგებას, მის კურნებებს და რაიმეთი იგი დაედანაშაულებინათ, რაიმეში ეპოვათ მისი შეცდომა, რომ ამით ესე იგი დაემტკიცებინათ, რომ იგი სჯულის დამარღვეველია, რომ მას არ უნდა დაუჯეროს ხალხმა და რომ ესე იგი, მათ არ ესმოდათ იესო ქრისტეს სწავლება, იმიტომ რომ მათი გულები იყო გაქვავებული, გონება დაბნელებული, რატო? იმიტომ რომ მათ არ ქონდათ სინანული. მათ არ ქონდათ სინანული და სინანული მოდის, როდესაც ადამიანი არასოდეს არ ეძიებს, თავის თავში ეძიებს არა ღირსებას, არამედ შეცდომას და ცდილობს მის აღმოფხვრას. და როდესაც შენ ცდილობ ეძიო შენი ღირსებები და აი ამ ღირსებების განცდით იცხოვრო და კმაყოფილება მოიპოვო და ესე დარწმუნდე, რომ აი შენ ღირსეული ადამიანი ხარ და შენ რაღაც ასე ვთქვათ არ იმსახურებ ღვთისგან რაიმე საყვედურს თუ სასჯელს. აი ესეთი ფიქრი ეს არის ამპარტავნება, როცა ადამიანი გაურბის ნაკლის გაცნობიერებას და ცდილობს გაამართლოს თავისი ნაკლი. აი სულ ან ვიღაცა დაადანაშაულოს, ან რაიმე გარემოება დაადანაშაულოს, რომ აი ამიტომ მოხდა, იმიტომ და რაღაცა სულ ეს სურვილი აქვს, რომ ჩათვალოს, რომ თვითონ ყველაფერს ცდილობს კარგად, მაგრამ რაღაც გარემოებები უშლის ხელს და არ კონდეს ესე იგი, ანუ ცოდვის გამართლება. ეს არის ამპარტავნება, ცოდვის აღიარება, ეს არის სინანული და სიმდაბლე, რასაკვირველია და აი ეს ორი საპირისპირო მდგომარეობა, სიმდაბლისა და სინანულის არქონა, რაც ბადებს ამპარტავნებას და განკითხვას და რასაკვირველია ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი ხედვა, მათი სჯულის განმარტება იყო აბსოლუტურად ჭეშმარიტი და როდესაც ის მათი ქრისტეს ქადაგება და ქმედება არ ემთხვეოდა მათ წარმოდგენებს, შეხედულებებს, სჯულის სწავლებასთან დაკავშირებით, ისინი, რასაკვირველია, მას დიდ დამნაშავედ და ღვთისმგმობელად აცხადებდნენ. აქ ესე იგი მათ გულში გაიფიქრეს, არ უთქვამთ საჯაროდ, გაიფიქრებს, რომ ეს არის ღვთისმგმობა, რომ ის ესე იგი ის მხოლოდ ღმერთს შეუძლია ცოდვათა მიტევება და ეს ითვისებს ღმერთის უფლებას, ამიტომ ესე იგი ის გმობს. ახლა მაცხოვარმა დაანახა, რომ ღვთაებრივი თვისება კიდევ ერთი, რომ აი მას აქვს ხელმწიფება, რა იყო ეს ღვთაებრივი თვისება? ნათელხილვა. მან დაინახა, რომ ეს რას ფიქრობდნენ ისინი და პირდაპირ ეუბნება, რატო თქვენ აი ასეთ გულში ასეთ არა კეთილ აზრებს რატომ უკაცრავად როგორ ამბობს უბრალოდ ბოროტსა ზრახავთ გულთა შინა თქვენთან. რატო აი ამ ბოროტებას, რატო თქვენ გულში, რატომ ზრახავთ ნიშნავს ფიქრობთ თქვენ გულში აი ამ ბოროტებას, რომ მე ღვთისმგმობელი ვარ, რატომ აბრალებთ ამას. ხო, ახლა ამის თქმა უკვე ნიშნავს, რომ მას აქვს ღვთაებრივი ხელმწიფება, რომ ადამიანის გულში რა ხდება, იმას ხედავდეს. და კიდევ მეორე, ესე ვთქვათ, მტკიცებულება მოაქვს მათთან, რომ თქვენ კი ფიქრობთ, რომ მე ესე იგი ვამბობ ცოდვათა მიტევებას, მიუტევებ ცოდვებს და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვერავინ ვერ დაამტკიცებს, რომ ეს არ მოხდა და ამიტომ ვერ მომხილებენ მე ამაში და ამიტომ მე ამას ვაკეთებ და ეს ადვილია ამის გაკეთება. მაგრამ აი იმის გაკეთება ხო არ არის ადვილი, რაც იმის თქმა, რაც მე ხილულად უნდა გამოჩნდეს. და აი რომ დარწმუნდეთ, რომ მე არა მარტო იმას ვამბობ, რაც არ ჩანს, უხილავია, არამედ იმასაც, რაც ხილულია, აი კიდევ ერთ და არგუმენტს გეტყვით, ეს არის, რომ ესე იგი ახლა მე აღვადგენ განროლს, მის ჯანმრთელობას აღვადგენ და ესეც მხოლოდ ღვთაებრივი ხელმწიფებაა ეს, მხოლოდ ღმერთს შეუძლია, რომ აღადგინოს განრღვეული და აი კიდევ მეორე ასეთი მტკიცებულება მოყავს და მართლაც ეუბნება აღდეკ
და წარვეთ სახით შენ და ანუ წადი შენს სახში უშვებს სახში და აი კიდევ აქა და აქაც ესე საოცრება რომ მიუხედავად აი ამ ორი მტკიცებულებისა რაც ნიშნავს რომ მას ღვთაებრივი ხელმწიფება აქვს ნათელხილვა და ასეთი მძიმესნეულის ყისიერი გამოჯანმრთელება აი ამის მიუხედავად ესე იგი ისინი რჩებიან უგულისხმობებს რამდენად ადამიანი ესე იგი საკუთარი აზრის ესე იგი არ ეჭვდება საკუთარ შეხედულებაში საკუთარი ესე ვთქვათ უცდომელობაშია დარწმუნებული და რა სად მიყავს ბოლოს და ბოლოს ახლა ხო რაღაც ახსნა ხო უნდა კონდეს და მიდის იქამდე რომ აი ის ამას ყველაფერს ასწავლებს აკეთებს ბოროტის სულის ძალით ანუ ეშმაკის ძალით ანუ ფაქტიურად მას აბრალებენ რომ ის ბოროტი სულის ძალით მოქმედებს ხო აი ასეთი ორი უკიდურესობა პირველი სინანული რომელსაც მოაქვს ახლიდან დაბადება ადამიანის ფაქტიურად განწმენდა ადამიანის ასე იგი ღმერთთან დაბრუნება ახალი სიცოცხლის დაწყება რაც არის ქრისტიანობა ქრისტიანული ნათლობა და მეორე აი ამ ესე იგი სინანულის სრული საპირისპირო ესე იგი ამ პარტავნება და განკითხვა ეს ორი სურათია ეს ორი სახე არის აი ამ ასე ვთქვათ სათნოებისა და მისი საწინააღმდეგო ცოდვისა აი ამიტომ კიდევ ერთხელ ეს სახარება ჩვენ გვახსენებს რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სინანულს და რომ აი სინანული უნდა იყოს მუდმივი უწყვეტი რადგანაც სამწუხაროდ ცოდვილი ბუნება ადამიანისა მუდმივად მიდრეკილია ცოდვისაკენ შეიძლება ყოველთვის არ აღასრულებს ცოდვას მაგრამ აი შინაგანად ეს აზრით შეიძლება უფრო ხშირად სწოდავდეს და აი ეს მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან ეს არის ქრისტიანული ცხოვრების წესი და აი სინანული არის თუ შეიძლება ითქვას აი ამის გამოხატულება სინანული არის შეურიგებლობა საკუთარ დაცემულ ბუნებასთან საკუთარ ცოდვილ მიდრეკილებასთან და აი მუდმივი ასე ვთქვათ ჭიდილი საკუთარ თავთან აი ეს არის სინანული და ღმერთმა მოგვცეს აი ეს განცდა ითვის და ცოდვათა რათა მართლაც ვისმინოთ უფლისის საოცარი სიტყვები რომელიც მოისმინა გარღვეულმა შვილო მოგეტევნენ ცოდვანი შენი ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ და მრავალს დაგასროთ ჩვენთან არს ღმერთი